ის კრიტიკული აზრის გადაცემა მეორე ნაწილით გიბრუნდებათ. მე მინდა მივესალმო იმაყურებელს, რომელიც ახლა შემოგვიერთდა, ასევე მინდა ვკითხო ტექნიკურ ჯგუფს ხაზზე ვყავს თუ არა გიორგი, ხედავ ხაზზეა. მოგესალმები გიორგი, როგორ ახარ? მოგესალმები. გამარჯობა ჟორჟი. გამარჯობა. გიორგი, რამე ხო არ გარკვეულა ევროპარლამენტში, იმიტომ რომ ეხლა იხილებოდა ეხლა იხილა ჯერჯერობით არაფერი, ბოლო საკითხად გაიტანეს საქართველოს საკითხი და ჯერჯერობით არ დასრულებულა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრები, თუმცა ზუსტად გადაცემის დაწყების წინ განცხადებები, რაც გააკეთეს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჩვენ ეთერში მოусმინეთ. ნამდვილ ამბებში ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუმცა ხუთშაბათს არის ევროკავშირის სამიტი და რახან მინისტრებმა განიხილეს ეს საკითხი და განხილვა მიმდინარეობს ამ წუთებშიც, აუცილებლად დადგება ეს საკითხი მინისტერიალზე, იმიტომ რომ სხვაგვარად ესე არ ხდება ხოლმე, ხო? საგარეო საქმეთა მინისტრები იხილავენ და ათანხმებენ იმ საკითხებს, რომლებიც შემდეგ სამიტზე ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა უნდა განიხილონ, ხო? ერთადერთი ვინც ესე ვთქვათ სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს ხელისუფლებას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. იყო უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც თქვა, რომ აი საოცარი განცხადება გააკეთა, რომ მე არ ვიციო. პირველად მესმისო, რომ ვინმე მიტინგებზეო იქ დაჭერილი, ან პატიმრობაშიო, ან ვინმეს უფლებები დაარღვიოსო, ხო? და ველოდებით საქართველოს გენიოს, ასე რა ქვია, პრემიერ-მინისტრო რომ ჩამოვიდეს ჩვენთან ჩვენ შეხვედრაზეო და არა, იმასაც ამბობდა ტექსტებს მე ესეც ვერ გავიგებ. იმასაც ამბობდა პატრიოტული ძალა არისო ხელისუფლებაშიო და ეს არ მოსწონთო დასავლეთსო არ მოსწონს ზუსტად ეს. არ მოწონს პატრიოტული ძალა არის მაშინ რა ქვია, მაშინ რაღაც თქოს ბელგიის ხელისუფლება როცა კონსერვატორები მართავენ, რაღაც თქოს ეგერ გუშინ მაშინ რა ქვია საფრანგეთში მუნიციპალური არჩევნები გაიმართა და მართლა პატრიოტულმა ძალებმა, ესე ვთქვათ, მარი ლეპენის პარტიიდან კი 24 დიდი ქალაქი, ანუ საფრანგეთის დიდ ქალაქად ითვლება ქალაქები, რომელიც 100,000 მეტ მოსახლე ცხოვრობს და 24 ესეთ დიდ ქალაქში პირველივე ტურში მიიღეს გამარჯვება და ძალიან ბევრ ქალაქში მეორე ტურშიც არის გასული, აღარაფერს ვამბობ, პატარა სოფლებსა და პატარა დაბებში, სადაც ძალიან ბევრ ასეთ ქალაქში და დაბაში გამარჯვება მოიპოვეს და კიდევ ძალიან საინტერესოა ის, რომ საფრანგეთში სწორედ ეს როცა ვლაპარაკობ ხოლმე მუნიციპალურ არჩევნებზე, აი ისეთმა პარტიებმა გაიმარჯვეს მუნიციპალურ არჩევნებში, აი ნაციონალურ არჩევნებში საერთოდ რო არ იღებენ იმას, რა ქვია, მონაწილეობას, მაგრამ აი მუნიციპალურ დონეზე ისინი იღებენ მონაწილეობას, მერები ხდებიან, იქ საკრებულოებში შედიან, ქვეყნის მართვაში არიან ისა, რა ქვია, ჩართულები და ფაქტიურად პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველა იღებს მონაწილეობას, ხო? ანუ ესეთი ჭრელი, ესა რა ქვია, მუნიციპალიტეტები ახლა რომ აი ამ არჩევნების შემდეგ რო იქნება, ხო? არასოდეს არ ყოფილა საფრანგეთში ეს დემოკრატიას მიუთითებს, ანუ ეხლა არ გამოსულა ესა რა ქვია მაკრონის პარტიის წარმომადგენელი და არ უთქვამს, რომ ესა რა ქვია 3500-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, თორე არა, მე იცი რა მაინდა, აი უბრალოდ ელემენტარულად რო ავიღოთ რა. რო გამოვიდეს ახლა სახელისუფლებო პარტიის იქ საფრანგეთში რომელიმე წევრი, მაღალჩინოსანი და თქვას, რომ ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიპოვებთ დაჯერებულ გამარჯვებას. არ შეიკითხებიან, საიდან გაგეკ ინფორმაცია. თუ შენ გაყალბებას არ აპირებ, თქვა, აი, თავიდანვე რო ამბობ, რომ ჩვენ ვიმარჯვებთ ყველა მუნიციპალიტეტში, იმის თქმას, რომ ჩვენ თქვათ რაღაც კვლევა ჩავატარეთ და ესეც კი არ იმუშავებს.
ეს კვლევაც არ იმუშავებს. არა, არ იმუშავებს. ეს სათქმელიც არ იმუშავებს, რომ სულ რომ მართლა კვლევა ჩაატარო და გამარჯვებული იყო. ამის თქმა არ შეიძლება, რომ ჩვენ უეჭველი ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ გავიმარჯვებთ. ეს უბრალოდ აი ხო გეო პოლიტიკური კულტურა არ არის. და როდესაც შენ მე ხლა ხალხს მინდა უთხრა. კაი, გამსახურდიას არ დასწავდა თავიდან, თორე გამსახურდიამ მოიპოვა სრული კონსოლიდაცია მთელი ჩვენი მოსახლეობის და მოიპოვა გამარჯვება იმ არჩევნებში, რომელიც ჩატარდა, ხო? კაი, გამსახურდიას უბრალოდ შევიშვათ, იმიტომ რომ მას მერე არ დასწავდა და ეს მუნიციპალური არჩევნები რაღაცა, ეგ სხვა მაგალითზე მოვიყვანთ. მაგრამ შევარდნაძიდან დაწყებული ყოველთვის იყო ხოლმე ერთი და იგივე საუბარი. შევარდნაძე, სააკაშვილი და ესენი დღეს, ხო? ყოველთვის ყველა მუნიციპალიტეტში იმარჯვება. გამარჯვებული პარტია იმარჯვებს ყველა მუნიციპალიტეტში. მერე რევოლუციური გზით ხდება მისი შეცვლა და მერე სხვა დანარჩენი ორი ვადით იქნება, სამი ვადით იქნება, იმარჯვებს როგორც პარლამენტში, ასევე მუნიციპალურ არჩევნებშიც იმარჯვებს ისევ ხელისუფლებაში მყოფი პარტია და ხალხი ყვირის, რომ კი ბატონო, ჩვენ მხარს უჭერთ სახელისუფლებო პარტიას. ხალხნო, არ არის ეს კარგი. არ არის, თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ სადღაცას მაინც კონკურენციას უნდა უწევდეს ოპოზიცია ხელისუფლებას და ხელისუფლება ოპოზიციას. როდესაც ჩაიგდებს ხელში ერთი პოლიტიკური პარტია მუნიციპალიტეტებსაც, პარლამენტსაც, ყველაფერს ზოგადად ქვეყანაში, თქვენ მერე კონტროლს ვერ გაუწევთ იმ ხელისუფლებას. პირიქით ის უწევს კონტროლს ხალხზე, არა სახელმწიფოზე, რომ მართოს სწორად სახელმწიფო და ფეხზე დააყენოს. არა, უბრალოდ ხალხზეა კონტროლი. და სახელმწიფო რომ აი ენერციით იმართება და ჩვენ ახლა უკვე ვხედავთ ამ ენერციას და ხვალზე ეგ რა იქნება, ხვალზე ეგ მე არ ვამბობ ბუკვალურად ხვალზე ეგ, მაგრამ აი ერთ წელიწადში, ორ წელიწადში რა გველოდება ჩვენს ეკონომიკას რა ელოდება, მე არ ვიცი, ზოგადად პროგნოზის გაკეთებას არ შემიძლია. მაგრამ როდესაც არსებობს პოლიტიკური ძალა მოსახლეობას ვეუბნები, რომელსაც უნდა რომ ყველგან ყველაფერი ჩაიგდოს ხელში, უნდა გეშინდოდეთ ასეთი ძალის. იმიტომ რომ ნორმალური პოლიტიკური ძალა ყოველთვის ცდილობს გაიჩინოს კონკურენტი, რომ მუდმივად ფონად შექმნოს კარგი. მე ხომ არ ვაკეთებ კარგად რაღაცას, ხო? შენ ხო იმ ქალაქში გამარჯვებული ხარ, მიდი გააკეთე. დამანახე რო სწორად იქცევი. გუშინ გაბრიელ ატალე გამოვიდა და გაბრიელ ატალე ფაქტურად მაკრონის პარტიის, ასე ვთქვათ, მოლაპარაკე თავი, ხო? ყველგან ასე ვთქვათ, პრეს სპიკერიც ეგ არის და ესეც რა. და თქვა რომ ახლა ჩვენ 100 სოფელში და დაბაში გავიმარჯვეთ, ეს არის ჩვენი ძალიან დიდი მიღწევა, სოციალისტებმა რაღაც 150-ში, მარი ლეპენიცამ რაღაცა ეგრე 100-ში, 150-ში და ძალიან კარგია, ძალიან ნორმალურია პარიზის იმაში, რა ქვია, არჩევნებში იქ სოციალისტები და სარკოზის პარტიის რესპუბლიკელებიდან გავიდა მეორე ტურში რაშიდა დატი და სოციალისტების სამმართველი და მესამე ადგილზე იქ გავიდა ულტრამემარცხენეები, ჩვენ ამ არჩევნებში არ დაუჭერთ მხარს არც ულტრამემარცხენეებს, არც ულტრამემარჯვენეებს და ყველამ თავ დაახლოებით ისე გამოდგა, ყველამ თავის თავს მიხედოს ჩვენ კოალიციას არ შევქმნით არავის. კი ბატონო, არ ჭირდება კოალიცია, მაგრამ გიორგი ერთი წამით გააგრძელებ შენ ახლა. არ ჭირდებათ კოალიცია, გავიგეთ, მაგრამ უყურე რა მომენტია. ვინმე რომ ხვალ პრეტენზია წაუყენოს იმ მუნიციპალიტეტს, სადაც მართველი ძალა არის პროსახელისუფლებო ძალა, ხო, ანუ ხელისუფლების პარტიის. ის ყოველთვის ხელს გაიშვერს ისეთ ქალაქებზე, თქვათ, სადაც უმრავლესობით და მუნიციპალიტეტის მმართველობაში არის ოპოზიცია და ეტყვის, რომ თუ რა თქმა უნდა იქ ესეთი რაღაც მოხდება. და ეტყვის, რომ კი, მაგრამ შენ რო აქ ხედავ, აი ამ რაღაც შეცდომებს და ის რო აქ რაღაც არ კეთდება. იქ რომ არ კეთდება, ხმას რატო არ იღებ? ანუ შენ ყოველთვის შეგიძლია შედარება მოიყვანო და ხელი გაიშვრო. როცა შენ ყველგან 100%-ით მოგებული გაგ ბუნებრივია რომ შენ ეხლა ჩემ შულს ხო არ მოვაჭრი ხო იცი თავსო აი ეგ მომენტია ზუსტად არსად ხელს არ იშვერ და ისე იქცევი როგორც შენ გინდა იმიტომ რომ კონკურენტი აღარ აყავს შენ არავინ და ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანია კიდე ეს რა ქვია საფრანგეთის ალბათ 80% აი მუნიციპალიტეტებში მერი შეიძლება იყოს ერთი პარტიიდან პარლამენტის დეპუტატი შესაძლებელი არის მეორე პარტიიდან და ესეც არის ხოლმე რაღაცა სხვა პარტიიდან არის ესა რა ქვია საფრანგეთი ორპალატიანი არის და სენატში ესა რა ქვია სხვა პარტიის წარმომადგენელი ძალიან იშვიათად რომ ერთი პარტიიდან იყოს მერიც ესაც რა ქვია დეპუტატიც და სენატორიც აი
წარმოუდგენელი კონკურენციის მომენტი თვითონ არის გიორგი და გოჩა შექმნილი აქ ამ იმაში რა ქვია ქვეყანაში რა იმიტომ რომ ისინი ერთმანეთს ავსებენ კიდეც აკონტროლებენ კიდეც ერთადაც მუშაობენ ცალ-ცალკეც ოპოზიციაც არის აი ერთმანეთს მოსვენებას არ აძლევენ იმიტომ რომ შენ აი ელემენტარულად შენ გააქვს იმის საშუალება რომ თქვა მერიამ რაღაცაზე არასწორად მოგეცა წახვალ დეპუტატთან დეპუტატი ერთვის რომ აი ეს პრეფექტის სხვა არის აი ლაბირების უნარი გაქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებია და შენ სიმართლე სადღაც იყო დაცულობა მეტი გაქვს შენ მაგას ამბობ რომ ადამიანი მოქალაქე უფრო მეტად დაცულია როდესაც მას რამოდენიმე ადგილზე შეუძლია მიმართვა და ამას პლუს კიდე სასამართლო რომელიც საერთოდ კიდევ ცალკე ის არის რა ქვია სისტემა სადაც კიდევ ამბობ ის უკვე არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ ექვემდებარება ის კიდე უფრო ცალკეა ანუ დაცული მოქალაქე ეს არის ნორმალური მე სასამართლომდე ვამბობ გოჩა აი სასამართლომდე არ მიიტანა თორე სასამართლო ეგ საერთოდ საფრანგეთში არის ცალკე და საერთოდ ევროპაში და მაგას ხომ ჩვენ ევროკავშირი სასამართლო შექმენი ისეთი როგორიც არის ჩვენთან ხო იმიტომ რომ ის უნდა იყოს ზემდგომი ყველაზე და ყველაფერზე ხო სასამართლოს გადაწყვეტილება ეს არის უზენაესი იმაში რა ქვია ევროკავშირის ტერიტორიაზე მე ვამბობ აი რაღაცა ესა რა ქვია რაღაცა წარმოება დაიწყე ან დაზღვევან ფული არ გადაგიხადა ან მერიას რაღაცა უნდა იმას აი ელემენტარულ ცხოვრებისეულებზე ხარ აქ დეპუტატი ისთვის არის მაშინ რა ქვია ევროპაში რომ ცხოვრებისეული პრობლემა შემეგდა წავედი მე დეპუტატთან მივედი მერიაში მივედი დეპუტატთან მივედი ემასთან რა ქვია და იმან მომიგვარა ეს ყველაფერი და გადამიწყვიტა ხო ამიტომ არის ჩვენთან რომ აი რამოდენიმე დეპუტატი ყოველდღე თუ არ არის ემაში რა ქვია დაუშვათ ლილში ან სადაც მე ვცხოვრობ ბეტულში ხო იქ არის მთელი ბიურო მუშაობს და ისინი მუშაობენ შენთვის და არ არსებობს რომ იმა რაღაცა არ გააკეთოს და საქმე არ დაძრას ადგილიდან რა წარმოუდგენელია ესეთი რაღაცა რა იგივე აი წინასაარჩევნო ემაშიც რა ქვია პერიოდშიც აი რომ უყურებდი და ვათვალიერებდი და ვაკვირდებოდი რომ როგორ ხდება ეს ყველაფერი სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები არიან ესენი და აი წინასაარჩევნო კამპანია ისე ტარდება და თვითონ არჩევნებიც აქ ისე ტარდება რომ აი აღარ გაქვს არანაირი შეკითხვა რომ ვინმე მეს გააყალბა რაღაცა ესა რა ქვია манипуляция მოხდა ყველაზე საინტერესო არის დათვლის მომენტი. აი, მთელი უბანი გუშინ ახლა ვაკვირდებოდი. ჩემი ოჯახის წარმომადგენლები საღამოს წავიდნენ, ჩაიცვეს და წავიდნენ ხმის დათვლას და სახალხო დათვალეს უბანში ესა რა ქვია, ხმები რა. იქა რომელ გაყალბებაზე მელაპარაკები რა, აი რა. ჩვენთან როგორ ხდება, ყველა უნდა დატოვოს უბანი, ყველა მარტო კომისიის წევრები რჩებიან და დამკვირვებლები. და ანუ მე თუ მომინდა ვთქვა, ანუ ეჭვი მაქვს რომ იქ დამკვირვებლები და ისინი შეკრულები არიან, არ შემიძლია ჩვეულებრივ მოქალაქეს თუ დავისრო. იქ ღიად არის დათვლა და ნუ თქვენთან სხვა კანონია. აი გიორგი ერთი რა მაინტერესებს, ხა ჩვენ კი საუბრობდით, ლაპარაკობდით, ველოდებოდით, მაგრამ ასეთი ფორმით, ხო ახლა მე მიკვირს რომ პრემიერ-მინისტრი გამოვიდა დღეს და ალბათ მოусმინე თქვა აი მოსკოვის მექანიზმთან დაკავშირებით. მე ასეთი ფორმით ასეთ სიმძიმეს არ ველოდებოდი თორე ფიქრობდი რომ აქეთკენ მივდივართ და ეხლაც აი რასაც შენ ამბობ მინისტრები რაზეც არიან ხო შეკრებილები გადაწყვეტილებები მიდის იქითკენ რომ მე ვფიქრობ და ესეთი მოლოდინი მაქვს რომ ძალიან რთულ ფაზაში შედის ეს არ არის მარტო ხელისუფლებისთვის რთული ფაზა იმიტომ რომ ქვეყნისთვისაც გინდა თუ არ გინდა როდესაც არ არის გამართული სახელმწიფო ინსტიტუტი და მე მასზე ზემოქმედების მოხდენა ხდება გარედან ეს ყველა ვარიანტში ცუდია ხოლმე ქვეყნისთვის და აქ ეს პრობლემა გვაქვს და რატო ვერ ხვდებიან ან რა არის ის მომენტი რომელსაც აი არ ვიცი მაკე როგორ ჩანს. ო, ისი რა არის გოჩა, როცა ჩვენ ვამბობთ ხოლმე რაღაცას კრიტიკულად, გგონები რომ თქვენ ეს გიხარია. სულაც არ გიხარია, იმიტომ რომ შენ წარმოიდგინე და საქართველოს საკითხი ამ მინისტერიალზე არ იდგა დღის წესრიგში და ბოლო მომენტში, ანუ კვირა დღეს ჩაამატეს. ესეთი რამე არ მოხდა რა. ანუ როგორც კი ეს მოსკოვის მექანიზმის დოკუმენტი დაიდო, კვირა დღეს ჩაამატეს და დღეს საქართველოს საკითხი ბოლოს საკითხად შეიტანეს განსახილველად. ანუ
ჩვენი სამყარო მიზეზ შედეგობრიობაზეა, ხო, აწყობილი. აი მიზეზი არის ეს რა ქვია, მოსკოვის მექანიზმის დასკვნა, შედეგი მივიღეთ, ესა რა ქვია, განხილვა მინისტრების მიერ ამ საკითხის. რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე განიხილეს. რა თქმა უნდა, შედეგი იქნება, ამას მოყვება ძალიან ძიმე შედეგი, იმიტომ რომ ამას განიხილავენ ევროკავშირის 27 ქვეყნის, რა ქვია, წარმომადგენლები. ეს არ არის ის საკითხი, რომ ფიცომ და ემან დაბლოკოს და არიქა აღარ ემასას, ხო? ძალიან მწვავე რეაქციები იქნება. იქნება შესაძლებელია ტარგეტირებული ესენი რა ქვია სანქციები დაუწესონ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს. ძალიან ცუდია ეს ყველაფერი. სულ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუწესონ, ეს ავტომატურად გრძელდება მერე ბიზნესზე, ეკონომიკაზე, ამაზე, იმაზე, ყველაფერზე. ჩვენ ურთიერთობ, ჩვენ გადაადგილებებზეც ემარშება. ეხლა როგორია შენ მიდიხარ ევროპაში დასანქცირებული მთავრობის ქვეყნის წარმომადგენელი. ეხლა აი ვინ უნდა დაგელაპარაკოს ელემენტარულად, აი ბიზნესმენი ხარ, წარმოიდგინე რომ მიდიხარ შენ რა ქვია ევროპაში რაღაც საქმის გასაკეთებლად, ხო? და ის კაცი ეხლა ის ხო არ არის რა ქვია რომ არავინ არ კითხულობს არაფერს. ყველაფერი იცის 21 საუკუნეა, კაცო, ინფორმაციას კითხულობს ყველა. სანამ შენთან შეხვედრას გადაწყვეტს იმას აქ მარტო Google-დან ამოუკრის 5 ტონა იმას, რა ქვია, ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ხო? ვინ დაგელაპარაკე? კი ბატონო, გეთანხმები, ეს სერიოზულად აზიანებს ზოგადად ქვეყნის პრესტიჟს. თავარი ეგ არის ყოველთვის და ამ პრესტიჟის დაზიანებას მოყვება მერე ბიზნეს დაზიანებები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი გიორგი გასაგებია, მაგრამ საქართველოში ხალხი ვერაფერს ვერ ცვლის. გვესმის ხო მეც და შენც. ის რომ ქვეყანა არ შეიძლება იმართებოდეს იგივენაირად როგორც იმართება სხვა ქვეყანა, ესეც გვესმის. ეხლა საქართველო ვერ გახდება საფრანგეთი. საქართველო ვერ გახდება ბელგია, გერმანია და სხვა სახელმწიფოც, ხო? ვერ გახდება. ის მართლობა, რომელიც არის საფრანგეთში, ვერ იქნება ერთ-ერთი გადმოსული საქართველოზე. ეს შეიძლება. ამას ვამბობ რა, ეს ყველას კარგად გვესმის, ამიტომ ვიღაცა რომ ხანდახან რეკავს ხოლმე და ამბობს რომ თქვენ გინდათ რომ აქციოთ, ეხლა ვითომ საფრანგეთად საქართველო ეგ შეუძლებელია, არავის არ უნდა, მაგრამ ის რომ სასამართლო სისტემა უნდა იყოს დამოუკიდებელი, როგორი სახელმწიფოც არ უნდა იყოს თანამედროვე პირობებში, ყველა ნორმალურ სახელმწიფოში სასამართლო არის ზოგადად უკონტროლო ხელისუფლების მხრიდან. ხელისუფლება ვერ აკონტროლებს სასამართლოს. არ ემორჩილება სასამართლო არც ხელისუფლებას და არც რომელიმე სხვა ორგანიზაციას. ის არის ყველაზე მაღლა დგას სასამართლო. ხო ამბობენ რომ სამი ხელისუფლებაა, ხო? პირველი არის აღმასრულებელი, მერე საკანონმდებლო და მერე სასამართლო. არა, პირველი არის სასამართლო. ნორმალურ სახელმწიფოში პირველი სასამართლო თუ არ არის, მერე აღმასრულებელია თუ საკანონმდებლოა თუ მეოთხე ხელისუფლება ჟურნალისტიკა, მნიშვნელობა არ აქვს ამას. თუ პირველი ხელისუფლება არ არის სასამართლო, სხვა დანარჩენი აღარ იმუშავებს. აი ზუსტად ისეა როგორც საქართველოში. საბჭოთა კავშირში გვაქვს დამთავრებული სკოლა და სამართალში გვასწავლდნენ რომ სამიშტო არისო, რა ქვია და იწყებდნენ აღმასრულებლით იწყებდნენ, მერე საკანონმდებლო, მერე სასამართლო და არ არის ეგ. რეალობა გვიჩვენებს რომ პირველი არის სასამართლო. ზარია ეთერში გიორგი უპასუხო და გავაგრძელო. კი ბატონო. გაითიშა. სამწუხარო. ის ასე რომ ახლა კობახიძის განცხადებები ცოტა კი არა, საერთოდ რეალობას არის აცდენილი, ესენი ცდილობენ რომ იმის მაგივრად რომ ამას ყველაფერს ჩაუღრმავდნენ და გაანალიზონ და სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ და სწორად იმოქმედონ, რაღაცა ისე აი ჯინაზე აკეთებენ ყველაფერს. იცი რა, ხო არ წავიქცებ, ეხა ბიჭო ეს ჩმორად ხო არ მოგაჩვენებ თავ. ამ დროს ქურდულად უდგება იმას, რა ქვია, სახელმწიფოს მართლობას, კაცო. რას ქვია ჩმორად იმიტომ რომ ყველაფერი ევროპაში და დღევანდელ 21 საუკუნის პოლიტიკაში მოლაპარაკებები წყდება. როცა მოლაპარაკებები აღარ გავიდა, ხო, აგერ ვხედავ ტრამპის და ირანის ემას, რა ქვია, ურთიერთობას, მაგრამ ძირითადი ყველაფერი
ხდება მოლაპარაკების მაგიდასთან. შენ მამაცხოვლებულო, ჩახმედი და დაელაპარაკე იმ ხალხს, ვისაც შენთან პრეტენზიები აქვს. ჩამოვიდნენ და ჩვენო მივაწოდეთ ინფორმაცია და არ გაითვალისწინესო. როდესაც შენ ყულევის ემაზე მიაწოდე ინფორმაცია, რომ მოგეწვა ზურგი და მიაწოდე ინფორმაცია, გაითვალისწინეს, პირობა რო დადე. რო არ განმეორდება. რო აგეწვა ზურგი ხო მიხვედი. ანუ ზურგი არ გეცვის ჯერ, თორე ამასაც იმიტომ რომ ყულევი გიორგი პირდაპირ ფულთან დაკავშირებული იყო და ამიტომ ადვილად გაიგო და ეს ჯერ ფულთან დაკავშირებული არ ეხებიან და აქედან გამომდინარე რასაც არ ეცვის. ვერ ხვდება რომ სახელმწიფოებრიობასთან არის ეს დაკავშირებული. გეთანხმები გიორგი, მოდი უპასუხოთ ზარს და გავაგრძელოთ. გისმენთ? საღამოშიდობისა. საღამოშიდობისა. ერთად სამივესთან მექნება ერთი შეკითხვა, განსაკუთრებით ბატონ გოიჩასთან და ბატონ გოიჩასთან რატომ განსაკუთრებით ვიტყვი. ბატონ გოიჩა, როგორც იცი, ზარდებით დადეპუტის თქვენ მონარქისტული პარტიის წარმომადგენელი, ხო? ვიყავი კი. ორივე სხვათაშორის გიორგი ფოფხაძეს იყო. ეროვნულ მოძრაობაში დავიწყეთ სწორედ მონარქისტულ პარტიაში, კი ბატონო. ძალიან კარგი, მეც იდეურად მონარქიასთან ახლოს ვარ, და მიმაჩნია რომ ალბათ ერთ-ერთი თუ უფრო ერთ-ერთი ვიდრე ერთადერთი, მაგრამ გამოსავალი მგონია კონსტიტუციური მონარქია და ეხლა რა მაინტერესებს. შეიძლება ისტორიული წიაღსვლა იყოს ასაცებით, მაგრამ პოლიტიკათანაც აქვს კავშირი და ახსნი რატომ კითხულობ. აი რას ნიშნავს მეფე და როდის მე ხდება მეფე, ხო? როგორც მე ვიცი, როდესაც ხდება მირონცხება საკათედრო ტაძარში, ჩვენ შემთხვევაში ეს იყო სვეტიცხოველში, ხო? ამის შემდეგ აცხებს პატრიარქი მირონს და ხდება მეფედ კურთხევა. ეს ჩვეულებრივ სიტუაციაში, მაგრამ როდესაც ხდება იმპერიის მიერ ქვეყნის ანექსია, ამ ანექსიას შეეწირება პატრიარქი ან მოხდება პატრიარქის დატყვევება. აი ამ შემთხვევაში თუ არის მემკვიდრე ტახტის მემკვიდრე, მისი კურთხევა როგორ უნდა მოხდეს და რა შემთხვევაში იცვლება ეს მეფე ლეგიტიმურად, ასე ვთქვათ რა. პატრიარქი თუ ფიზიკურად ვერ ცხებს მირონს და საკათედრო ტაძარში თუ ფიზიკურად ვერ ცხებს მირონს. თუ ოკუპირებულია ის ტერიტორია, სადაც საკათედრო ტაძარია. აი რომელიმე სოფლის ტაძარში სინოდის რომელიმე წევრი ცხოს მირონი თუ ჩაეცვლება მეფეს და რატომ კითხულობ ამას აგიხსნით? ჯერ პასუხი მაინტერესებს. მაგან უფრო დამაინტერესა, რატო კითხულობთ? აგიხსნით, არ არის პრობლემა, უბრალოდ აი როგორ ხდება მაინტერესებს. აი პატრიარქი არის შეპყრობილი, დატყვევებული, ან გადაცვლილი უკვე ზონაში და დატყვევილია ქვეყანა და მცირე ტერიტორიას აკონტროლებენ აჯანყებულები და ტახტის მემკვიდრე არის მათ მხარეს და აი როგორ უნდა აკურთხონ ფიზიკურად მეფე და აი რა შემთხვევაში ჩაეცვლება მეფედ. აი ეს მაინტერესებს. მესმის, მაგრამ რასაც თქვენ ამბობთ, საფრანგეთის სიტუაციაშიც ყოფილა, ჩვენთანაც მსგავსი ალბათ არ ყოფილა, რასაც თქვენ ამბობთ, მაგრამ ყოფილა და მაგიტომ ეკითხებით, პირდაპირ ვიტყვი მაშინ გრიგოლ ბატონიშვილი, ხო? არის დიდი ნაწილი ისტორიკოსების, რომლებიც მეფედ მიიჩნევენ 1812 წლის აჯანყების დროს გამოაცხადეს მეფედ და უბრალოდ ამ დროს პატრიარქი ანტონი უკვე გადასახლებული იყო რუსეთში და როგორ მოხდა ეს მაინტერესებს როგორ მოხდა ეს მაინტერესებს და აიცვლება თუ არა მეფედ აი რა თქვენგან როგორც მონარქისტისგან მაინტერესებს იცვლება თუ არა მეფედ გრიგოლი მე პირადად მიმაჩნია რომ გრიგოლია უკანასკნელი მეფე ქართლის და დღევანდელ სიტუაციაში ალბათ მისი მემკვიდრეები უნდა ვეძიოს და თუ ვერ მოხერხდა მათი მისი მემკვიდრეების მოძიება სხვა შტოდან იყოს არ იქნება არც დიდი პრობლემა მაგრამ უბრალოდ ჯერ აი ესე გავარკვევთ იყო თუ არა ბოლო მეფე გრიგოლი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არ არის ეს უბრალოდ თუმცა როგორ არის ეცეთ პოლიტიკური სიტუაცია მე ხა სიღრმეებში რო არ წავიდეთ იმიტომ რომ დღევანდელ ასე ვთქვათ ფორმატში ეს საკითხი რაღაც განყენებულად უფრო ჩანს მაგრამ ბოდიში გესმით ჩემი ხმა
მესმის ბატონო. ხო, იქნება გათიშოთ ჩართული მუსიკა ისმის მუსიკა ისმის თქვენ. და ანუ რაზეც პოლიტიკური სიტუაცია განაპირობებს ხოლმე ხშირ შემთხვევაში ამას ჩვენ პოლიტიკურადაც ჯერჯერობით ჩამოყალიბებულები თქვათ ვინ შეიძლება ყოფილიყო და რამოდენიმე მცდელობა იყო ბოლო მცდელობებიც იყო სწორედ რომ იქნებ ისე მომხდარიყო რომ მემკვიდრის საკითხი გამოკვეთილიყო მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ვერ მოხერხდა ეს ასე რომ დღესდღეობით ეს საკითხი ეს პრობლემა ალბათ სანამ არ დადგება რეალურად და ჯერ ფიქრობ რომ შექმნილი სიტუაცია ისეთია რომ ეხლა ადამიანების დიდი ნაწილი ალბათ ამ თემაზე ნაკლებად ფიქრობს იმიტომ რომ სიტუაციურად შენს კონდა გოჩა ეგ პრობლემა გახსოვს ესპანეთში წავედით იქ მუხრან ბატონიშვილები აქ იყო კიდევ თქვათ იგივე მიდიოდა თქვა ბაგრატიონების შეუღლება რომ საბოლოო ჯამში თქვათ რაღაც შეთანხმებას სოლომონ მეფის თავმავლობისედაც იყო საუბარი ვინ შეიძლება ყოფილიყო ვინ არა ჩვენ იმიტომ ვამბობთ რომ კონსტიტუციური მონარქია ეს არის ერთ-ერთი ესა რა ქვია და ჩვენ ვიყავით კონსტიტუციური მონარქიული პარტია რომელიც ახლა სულაც არ ვამბობთ რომ არის ჩვენ რო გავიმართოთ ხვალ მეფედ უნდა იყოს კურთხევა ისევე როგორც ახლა საფრანგეთშიც არიან როიალისტების პარტია ჩვეულებრივად არსებობს მაგრამ ისინი არც პრეტენზიას არ იმოშებიან რომ არის ბურბონები უნდა მოფროდნენ და ჩვეულებრივ პოლიტიკური ეს არის რა ქვია რომლებიც ამბობენ რომ მონარქია ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ფორმა თქვათ ქვეყნისთვის განვითარებაშიც და ამის გარდა იმ ისტორიული წარსული როცა გინდა რომ წარმოაჩინო შენ ამითი რასაკვირველია აჩვენებ რომ შენ მართლაც უძველესი 1000 წლოვანი ბაგრატოვანთა დინასტია ეს ძალიან ბევრ ძალიან ისე დიდ სახელმწიფოებსაც კი და თუნდაც დღევანდელ მონარქისტულ სახელმწიფოებსაც კი სადაც კონსტიტუციური მონარქიები აქვს ასეთი წარსულით და ასეთი ფორმით რაც ჩვენ შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო რასაკვირველია და მომგებიანი ყოფილიყო ну ოღონდ დღევანდელ სიტუაციაში კიდევ გეუბნებით ადამიანები დღეს ცოტა უფრო სხვა პრობლემებში არიან ჩაბმული და აქედან გამომდინარე დღეს არის ბატონო გოჩა მაგრამ უბრალოდ როგორი მომენტია მე არ ვამბობ რომ დღეს უნდა მოხდეს მონარქიის გამოცხადება მონარქიის აღდგენის გამოცხადება უბრალოდ უნდა გავითვალისწინოთ პრაქტიკა რაც არის ხო სხვა ქვეყნებში სერბეთში მაგალითად კარა გეორგიევიჩების ოჯახს აქვთ არამატერიალური კულტურის სტატუსი მინიჭებული რა და რაღაც გავსი რომ მოხდეს ბაგრატიონების სამივე შტოს რომ იანიჭოს არამატერიალური კულტურის სტატუსი და ბაგრატიონთა სახლის წამოწევა იგივე რაინდის წოდება კი ხდება მინიჭება მაგრამ ეს არ არის გახმაურებული ხო ხა თენგიზ არჩვაძეს ჰქონდა მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგრამ ლევან ვასაძეს აქვს ხო მინიჭებული და ბაგრატიონთა სახლის წამოწევა და მე პროცესი განახებს რა იქნება აგერ ურთიერთობა კარა გეორგიევიჩებთან იქნება ჰაბსბურგებთან სხვა დინასტიებთან განახებს პროცესი და ეხლა მუხრან ბატონების გიორგიმ რაც ახსენა ხო ისინი სამეფო ესპანეთის სამეფო ოჯახთან საკმაოდ სერიოზულად იყვნენ და ის კი არა მეორე მსოფლიო ომის დროსაც რაღაც გარკვეული მიმდინარეობები არსებობდა მაგრამ დღემდე ესკურიალში ცხოვრობენ კაცო რას ლაპარაკობ მაგრამ დღევანდელ მდგომარეობა რაც არის ხო რასაკვირველია ამ მიმართულებით ალბათ სამუშაოა და რაღაც გარკვეული ნაწილი მუშაობს კიდევაც ოღონდ დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციას თქვენ ხვდებით ალბათ რომ უბრალოდ ცოტა სხვა მდგომარეობაში ვართ ეხლა ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ იმდენად მძიმე როგორ გონიათ მობეძება ბიძინა ივანიშვილს ამ თემის გვერდზე გაწევა და სხვადასხვა პრემიერების წამოწევა და სააკაშვილისთვის ახალ-ახალი საქმეების აღძვრა და ამითი გადაფარვა ბატონო ჩემო ხელისუფლებას რაღაც სათხოვარათებების შემოგდება თქვენ სერბეთი ახსენეთ და მე უფრო მეც გეტყვი ბულგარეთში სამეფო ოჯახის წარმომადგენელი ანუ მეფე პრემიერ-მინისტრი გახდა და ერთ-ერთი წარმატებული პრემიერ-მინისტრი იყო როდესაც ბულგარეთი გავიდა 90 საბჭოთა კავშირი დაიშალა იქ პრემიერი გახდა ეს კაცი ხო თუ ჩვენი ბაგრატიონებიც გადაწყვეტენ იმას რა ქვია პოლიტიკაში თვითონ გადაწყვიტონ პოლიტიკაში შემოსვლა და შემოვიდნენ. როდესაც ჩვენ სერბეთზე ვლაპარაკობთ, სერბეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები ემაში, რა ქვია. და შენ წარმოიდგინე და გაიხსენე, მათ ბოსნია-ჰერცეგოვინის ომის დროს მშვიდობის ჩამოგდებაში, მაშ რა ქვია, დამყარებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშეს. ჩვენი ბაგრატიონების ოჯახი ჩემდა სამწუხაროდ არ არიან ისე პოლიტიკურად აქტიურები, როგორც თქვათ ახლა იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომელზეც ჩვენ ვილაპარაკეთ.
ვერც მე, ვერც თქვენ და ვერც გოჩა და ვერც გიორგი და ვერც დათო თახან მოურავი, რომელიც სტოს წარმოადგენს პირდაპირ ეს რა ქვია. ხო, ვერ მოვიხმანთ და ვერ აღვადგეთ, შენ მაგივრად ჩემ მე საქმეს ვერ გავაკეთე. თვითონაც უნდა გამოიჩინონ მათ აქტიურობა და რიგით წევრებად უნდა იყვნენ და არა ემად და მე ყველაფერი ლაგდება და ყველაფერი მიდის თავის დროზე. რასაც თქვენ ბრძანებთ ჩემთვის ეს არის მეფია ის რაზეც ჩვენ ამაზე გოჩას და მონარქიის პარტიაში ხელჩართული კამათები ქონდა ხოლმე ვინ არის მეფე და იყო თუ არა მეფე და როგორ და რანაირად 1912 წლის აჯანყების რა ქვია მონაწილე რა უფლებები და რა მოვალეობები ქონდა. გავლილი ეტაპი გვაქვს ჩვენ და გადაღეჭილი გვაქვს ეს თემა და თავის დროზე. ხო და ამიტომ ჩემი აზრი არის ესეთი. არა ისე დიდი მადლობა მივესალმები რომ არიან ადამიანები რომლებიც ამ თემაზეც ფიქრობენ და თანაც გარკვეულწილად კრიზისის დაძლევის ფორმადაც კითვლიან და მე ასეთ ადამიანებთანაც გვაქვს ჩვენ ურთიერთობა ჩვენ ამ ძველ მონარქისტებთანაც რომლებიც დღესაც ფიქრობენ რომ გახსოვს შენ იგივე გამსახურდიას მერეც იყო მაგალითად ბაგრატიონების სწორედ მუხრანელთა შტო შევარდნაძეს ჩამოსulis პერიოდამდეც კი მაშინ აქტიურ ასე ვთქვათ პროცესში ქონდა შეყვანილი და იყო კიდევაც ქეთევან ბაგრატიონი იყო ჩამოსული ორსინების ოჯახი ანუ ბებერთელა პოლიტიკური მხარდაჭერა ორსინებს რო ვამბობ 8 მარტო ის ყავდათ კარდინალი ყავდათ ამგვარიდან მაშინ ასე რომ არსებობს ეს მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში მე ვფიქრობ რომ ისეთი დიდი პრობლემები გვაქვს ჩვენ და ისეთ სიტუაციაში ვართ რომ ეს არის სახურავი იმ სახლის რომელსაც ააშენე ფუნდამენტს გაუკეთებ და მე ამეთი უნდა დაამთავრო და იქნება ულამაზესი შენობა სახელმწიფოებრივი შეიძლება ასაც კონსტიტუციური მონარქია ქვია მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში ახლა ივანიშვილი ბაგრატიონებს კი არა ერთადერთ ალტერნატივად გტენის და გეუბნება რომ არის მიხეილ სააკაშვილი ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ სხვა პოლიტიკური პარტიები პოლიტიკური ორგანიზაცია განადგურებულია პოლიტიკური საერთოდ ცხოვრებაა განადგურებული ქვეყანაში და ასეთ სიტუაციაში ადამიანებს ეუბნებიან რომ ერთადერთი ვართ ჩვენ მშვიდობა შეგინარჩუნეთ ჩვენ სხვა შემთხვევაში აი შეხედეთ ხო პროპაგანდა რისი მიდის და ახლა ეყრდნობიან იმას ის უნგრელი ადამიანი კაცო მე იმასთან არაფერი არ მაქვს აპრეტენზიო ის პოლიტიკურად ვაჭრობს მის სიტუაციას რაც როგორც უნდა ისე იყენებს მან კარგად იცის რომ გადამწყვეტი როლი არ აქვს და აქედან გამომდინარე ხშირ შემთხვევაში ისე იქცევა როგორც მისთვის პოლიტიკურად მომგებიანია ჩვენ რაში გვარგია ეს ყველაფერი და ჩვენ რას მოგვიტანს ამაზეა საფიქრალი თორე ის რას აკეთებს და ჩვეულებრივ ის უნგრეთის თავისი ქვეყნის ინტერესების პრემიერია მოიგებს იმან ნახეთ როგორ ააწყო მე დავაკომპლექტებ შემდეგ იმას რა ქვია ხელისუფლებას თუ დააკომპლექტებს ზელენსკი თქვენი გადასაწყვეტია ეუბნება თავის უნგრელ ხალხს ანუ პოლიტიკური სიტუაციის მიხედვით ალაგებს ჩვენ რა მდგომარეობაში შევდივართ მოდით ამაზე ვიფიქროთ იმიტომ რომ მე გიორგის რატო დაუსვი ეს კითხვა ურთულესი მდგომარეობაა ხალხო იმიტომ რომ კიდევ გეუბნებით გავლილი გვაქვს ჩვენ და მით უმეტეს გიორგი არ მეწყეს ახალგაზრდა ჩვენთან შედარებით ჩვენ მაშინ როცა ჩაბმულები ვიყავით ნანახი გვაქვს გამსახურდიას პერიოდს რაღაც გარკვეულ ნაწილში თუ კი აიღებ და შეადარებ შეიძლება ძალიან ცოტა იყოს შედარებელი მაგრამ რაღაცით გავს რითი გავს რომ ფაქტობრივად გამსახურდი ამბობდა რომ მე აგენტები მებრძვიან მან ყველაფერი გააკეთა ეს იყო მისი გარკვეულწილად ბრძოლა იმისკენ რომ კომუნისტების რევანში არ მომხდარიყო თუმცა საბოლოო ჯამში მაინც ამით დამთავრდა იმიტომ რომ რეალურად შევარდნაძემ უფრო კარგად გამოიყენა შექმნილი მდგომარეობა გამოიყენა ეროვნული მოძრაობის ის პოლიტიკური პარტიები რომლებიც მიღმა დარჩნენ იმ პოლიტიკური პროცესისა და სინამდვილეში პუტჩის მეშვეობით შეიცვალა შემდგომ ისინიც მოაშორა ხელისუფლებას და რეალურად ხელში აიღო ძალაუფლება და მოიყვანა ძველი კომუნისტური ნომენკლატურა. ხო, აი დღევანდელს თუ შევადარებთ და დღეს არის იმის საშიშროება, რომ მართლაც ისე განვითარდეს შეიძლება სიტუაცია, რომ სწორედ სააკაშვილი ვის ყველაზე მეტად არ უნდა ამ ტელევიზიის მაყურებელთა უდიდეს ნაწილს. აი ყველაფერი გაკეთდეს და გააკეთებს ივანიშვილი, რომ ცდილობს, რომ ყველაფერი გაანადგუროს, ყველანაირი ალტერნატივა და რასაც არქმევს სახელს, რომ საშიშროება ის მოვიდეს
შეიძლება მართლაც გახადოს მან გახადოს პირდაპირ. თორე ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მართლაც აღარ არსებობს 20-25%-იც კი ეს არის ძალიან ბევრი, თუ კი ვიტყვით, რომ აი თქვათ იმ პოლიტიკურ ძალას შეიძლება კონდეს. არ არის თვითკმარი ის ძალა, რომ შეძლოს ხელისუფლების შეცვლა. მაგრამ ჩვენ თუ არ ჩავერთეთ ის ადამიანები, რომლებიც ვთვლით, რომ ივანიშვილი უკვე აზიანებს სახელმწიფოს, ქართულ სახელმწიფოს აზიანებს, არა მარტო ევროპის მიმართულებით, ყველა მიმართულებით ვზიანდებით. სომხეთის პრეზიდენტის პრემიერის გამოსვლა ალბათ ნახეთ და ადამიანებს ვეუბნები, ყოველ შემთხვევაში გავრცელდა და იყო. მან რა თქვა? თუ სომხეთს ევროკავშირში მიიღებენ, ხომ მოგებულები ვიქნებით, მაგრამ თუ არ მიიღებენ, მაინც მოგებულები ვიქნებით, იმიტომ რომ იმ სტანდარტებს შევასრულებთ, რომელიც ჩემს ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს, ნორმალურ პოლიტიკურ სიტუაციას შექმნის, სტაბილურობას შექმნის. ანუ ჩემი მიზანი არის სწორედ იმ კრიტერიუმების შესრულება. ეს არის სასამართლო, ეს არის კორუფცია არ უნდა იყოს, ეს არის პოლიტიკური, ასე ვთქვათ, არ იყოს სტრუქტურები, ძალოვანი სტრუქტურები, რომელიც ჩვენ გვაქვს. აქეთკენ ნაბიჯები თუ არ გადავდგით და თუ აქეთკენ არ წავედით, იმიტომ ადამიანების გარკვეულ ნაწილს დღემდე აქ და სხვათა შორის გააჟღერა იმან კაცო რა შუაში იყო საერთოდ ხო მოსკოვის მექანიზმთან და ამ პროცესებთან, რომელიც ახლა ევროპაში მიდის, LGBT-ც კი ჩატენა მაინც სადღაც რაღაცაში. რომ აიო, LGBT რომ არ იყოსო, აი ამას ვახერხებ და ვაკეთებდო. ხო უნდა მივხვდეთ რა, მე გეუბნებით იმ ადამიანებს, რომლებიც ძალიან ბევრი ჩვენი მაყურებელი სიმპათიით არის განწყობილი მაინც ქართული ოცნებისა. ჩვენ შეიძლება მოვწონვართ, მაგრამ ხმას აძლევენ ქართულ ოცნებას. ხალხო, დაიღუპება სიტუაცია ქვეყანა, იმიტომ რომ ამ კაც ერთი აზრი აქვს მარტო, რომ მან არ დაკარგოს პირადად ძალაუფლება. ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აი ეს შეინარჩუნოს, მაგრამ სინამდვილეში ერთ და იგივე სცენარით თავდება ყველგან. აი ეს გადაწყვეტილებები თქვენ გონიათ ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეუთანხმებლად ხდება, რაც ახლა ევროპაში ხდება, მიუხედავად იმისა, რომ არის ბევრი აზრთა სხვაობა ამერიკელებისა და ევროპელების მაშინ რა ქვია ქმედებებში, თუნდაც ირანთან მიმართებაში, თუნდაც უკრაინასთან მიმართებაში. მიუხედავად ამისა, ბევრი საკითხი მაინც ერთად თანხმდება. და აი გიორგიმ აღნიშნა, რომ უცბად მოხდა ამისი ჩასმა ამ საკითხების. არ ხდება ეს შემთხვევით. ჩქარდება პროცესები. იმიტომ რომ როგორც კი ირანის პროცესების დარეგულირებისკენ წავა სიტუაცია და ალბათ ამას იგივე მოყვება უკრაინის მიმართულებით, სამაგალითოდ შეიძლება საქართველოს ხელისუფლება დაისაჯოს. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ქვეყანა დაისჯება, გესმით? კი, ქვეყანა ისჯება მაინც, იმიტომ რომ კიდე გეუბნებით, კადაფის დასჯა საბოლოო ჯამში ვიღაცას გონია კი, მაგრამ მე დემოკრატია დამყარდა იქ, ერაყში დემოკრატია დამყარდა. იმათ ეს ნაკლებად აინტერესებთ, ეს შენი პრობლემაა. ეს ჩვენი პრობლემაა ქართველების. ჩვენ თუ ვერ შევძელით ნორმალური ქვეყნის გაკეთება, ეს ჩვენი პრობლემა იქნება. და ისინი ამას გააკეთებენ, დაანახებენ, კიდე გეუბნებით, არ პატიობენ ასეთ რაღაცებს, რასაც ესენი ხულიგნობაა, გიორგი, ხულიგნური საქციელია. ქურდულთან მაინც იყვნენ, კაცო, ახლოს იმას წესები მაინც აქვს რაღაცასთან, ხო? სახელმწიფოებრივი აზროვნება არ აქვს, არ აქვს. მაშინ წესიერების მომენტი რაღაცა მაინც მორალური მომენტი მაინც შემოიტანა. ხულიგნური საქციელია, ხულიგნობა სხვა რა არის? ევროკავშირის ელჩებს როგორ ექცევი, როგორ ელაპარაკები გერმანიას, როგორ ელაპარაკები ან ინგლისთან რა დამოკიდებულება გაქვს. ცოტა და აზრზე ხო მაინც უნდა იყოს, აღარ ვლაპარაკობ ახლა მართლაც მისი სკოლის მე-7 მერვე კლასის მერე ბავშვის დონეზე მაინც აზროვნება ხო უნდა კონდეს, აღარ ვლაპარაკობ სხვა რამეს. ასეთი რიტორიკა, ასეთი დამოკიდებულება სადამდე მიგვიყვანს ამას დაახლოებით მაინც ხო ხვდებით თუ ფიქრობთ მართლა რომ წინააღმდეგობას გაუწევთ და ისეთი მაგრები ვართ რომ რუსების გვეშინია რომ რუსებთან არ უნდა მოგვიწიოს კონფლიქტი იმიტომ რომ ისინი არიან რა ქვია ფრთიანი ანგელოზები დაფრინავენ თუ როგორა ისინი ფიქრობენ რომ მათ აქვთ მორალური უფლება რომ ყველა დიქტატორს მოექცნენ ისე როგორც ჩათვლიან საჭიროდ და მოექცევიან ეს გოჩა უყურე სომხეთს ვერ მოექცევიან ეს იმიტომ რომ სომხეთს არანაირ ევროპულ ემასთან რა ქვია ვალდებულებაზე ხელი არ აქვს ჯერ მოწერილი. შენ მოგექცევიან იმიტომ რომ შენ ასოცირების ხელშეკრულებაზე გაქვს ხელი მოწერილი და კანდიდატის სტატუსი გაქვს. კი, ბელორუსიაში არ იმუშავა, რუსეთში არც აქვს ის რატიფიცირებული არ მიერთებულები არ არიან ისე. არა, სომხეთს 2017-ში თუ 18-ში ხელი აქვს მოწერილი
ეკონომიკურ და სავაჭრო დოკუმენტებზე, რომლებიც ჩვენ რაც მოვაწერეთ 2004 წელს ის გააკეთეს. ხო და მაგას ვამბობ რა რომ სასამართლოთი ნელ-ნელა უახლოვდება ევროკავშირს. ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ უზავს. არა, ამ ეტაპზე არც მოსთხოვენ ბუნებრივია. კარგი, ზარია ეთერში. ზარია შემოუშვით. ალო, მოგესალმებით. მოგესალმებით, ბოდიშით გალოდინეთ. ისე ვიმოთულე საკითხებზე საუბრო. და მოდი საკითხი არჩევნებს შევეხოთ. არჩევნები ხომ საერთოდ დემოკრატიის საფუძველია. მაგრამ სიღრმისეულად რო ჩაუყვირდე, ესე იგი ადამიანი, ინდივიდი ირჩევს რომელიმე ინდივიდს, რომელსაც არ იცნობს, ისიც ამას არ იცნობს. საერთო ფუნქციები არ გააჩნიათ. აი რა ფორმა არის ეს არჩევნების ეს თემსოფლიოში კაცო? რაღაც უცნაური რამეა რა. უკეთესი იცით რამე. რომ დაგჭირდეს და მიხვიდე და უთხრა აი მე შენ აგირჩიე და მოდი აი ამ საკითხებზე რაღაცნაირად შევთანხმდეთ მოილაპარაკოთ. ის კითხავს იმარაგა შენ რა ერთი მითქიცებ რომ მე შენ ამირჩიე. ვერც მე და უმტკიცებ რომ მე ის ავირჩიე და ვერც ის ვერ დამიმტკიცებს რომ მე ის არ ამირჩევია. აი ასეთ აბსურდია. მაგრამ ეს ერთი ნუ ეს არჩევნები. არა, ერთი ბატონო, ერთი შეიძლება ერთი კითხვა შეიძლება. რატომ უნდა უმტკიცოს ერთი მეორეს რომ მე აგირჩიე, ან მეორემ თქვათ რომ მე არ ვიცი ამირჩიე. ეს მტკიცება ერთმანეთთან რაში შეიძლება რომ დაჭირდეს, უბრალოდ რო გითხრათ. ნებისმიერ დროს დაუშვათ რაღაც პრობლემატური საკითხი შეექმნა. არა, ჩვენ ხელისუფლებაზე ვსაუბრობთ. ხელისუფლებაზე რა თქმა უნდა. აი უყურეთ რა მომენტია. არჩეული ხელისუფლება, როდესაც ხვდება პოლიტიკური პარტია ხელისუფლებაში, ის არ უნდა ფიქრობდეს იმაზე, ჩემი ამომრჩეველია თუ სხვიცია, ის ემსახურება ქვეყნის მოქალაქეა ყველა. აი გიორგი ლომიასთან როცა მიდიოდა ან ჩემთან დეპუტატები ვიყავით. იმან ხმა მომცა თუ არ მომცა რა მნიშვნელობა აქვს, ხო? მე ვთვლი რომ მე არჩეული რახან ვარ, ნებისმიერი მოქალაქე. შეიძლება პირდაპირ ეთქვა, მე შევთვის ხმა არ მომიცია, მაგრამ მე ვალდებული ვარ. ეთანხმებით, რა თქმა უნდა. მე მაგას კი არ ვამბობ, რომ მას ძალიან დიდი პრინციპული თვითონ არჩევნების არსი რაღაცა ცოტა, არ შეესაბამება თანამედროვე კაცობრიობას რა. მაგრამ ეს არა, ერთი წამით, ბოდიშით, პირიქით, თანამედროვე ტექნოლოგიების და კაცობრიობას შეესაბამება და რატო? რეკლამა დღეს არის იმის საფუძველი, რომ თქვენ რაღაც გადაწყვეტილება მიიღოთ და არჩევანი გააკეთოთ. აი თქვენ ახლა ტელევიზორს უყურებთ, თქვათ, ან სარესხი ფხვნილის, ან რაღაც პურის, ან რაღაცა რეკლამა ხდება, რომელიც თქვენში შინაგანად აღზრავს მადას, ან სურვილს, რომ წახვიდეთ, იყიდოთ. არჩევნები დაახლოებით ზუსტად იგივე ნაირად ტარდება. ანუ ჩვენ გამოვდივართ პროგრამით, გაცნობებთ პროგრამას, ცალკე თემა მერე ვასრულებთ თუ არა, მაგრამ პირველ 4 წელიწადში თუ არაფერი არ შევასრულე, მეორე არჩევნების დროს ნუ მაძლევ ხმას, იმიტომ რომ რადგან პირველად მოგატყუებ, ნუ მეორედ ახლა არ ამგონია რომ გამოვსწორდე, ხომ ესია? და ჩვენთან სისტემა მუშაობს არასწორად. ჩვენთან ძალაუფლებას რო ჩაიგდებ ხელში, მერე შეგიძლია გეკაოს ისე რომ ვერავინ ვერ წაგართმევს, თუ შენ საერთაშორისო საზოგადოებაზე და ურთიერთობაზე უარს ამბობ. რასაც ახლა აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება და თulis რომ სისუსტეთ უთulis წინა ხელისუფლებებს რომ მათ სისუსტე გამოიჩინეს და ისე მოიქცნენ რომ ევროპამ საერთაშორისო საზოგადოებამ მოახდინა მათზე ზეწოლა და ისინი ხელისუფლებიდან წაიყვანა. თვითონაც ასე მოვიდნენ სხვათა შორის ხელისუფლებაში. იმ საერთაშორისო ეხლა თვლიან რომ ეს სისუსტეებია, ამიტომ აღარ გვჭირდება ესენი და ჩვენ ხელისუფლებიდან არ წავალთ და არის ნაწილი თქვენ წარმოიდგინეთ, რომელიც თulis რომ აბა რაკნას, რომ დაგიჭიროთ სულ ყველა, რომ დაგხრიტოთ კიდევაც, არ წავა ხელისუფლებიდან და მართალი იქნება, რატო უნდა წავიდეს? აი სწორედ ეს სისუსტე გააჩნია არჩევნების თანამედროვე სისტემას, გამიგეთ რომ ნებისმიერი ხელისუფლება შეიძლება ასე მოიქცეს და ასე იქცევა კიდევაც თითქმის ყველგან. მაგრამ ეს ერთი საკითხია. ყველგან არა, ახლა გიორგის ველაპარაკებით. ბოდიში, ეს საარჩევნო სისტემის სისუსტე კი არ არის. ეგ საარჩევნო სისტემა, არჩევნები რო ტარდებოდეს სამართლიანად,
არანაირი მსგავსი სისუსტე არ იქნებოდა გამოვლენილი. სასამართლოს სისუსტეა ეს არის შექმნილი სისტემა, ანუ სახელმწიფოებრივი მოწყობა საქართველოში ისეთი, რომ სასამართლო უბრალოდ თავისი ფუნქცია სასამართლოს არ გააჩნია. ის არის მართული ორგანო, რომელიც ასრულებს დავალებას. თორე თავისუფალი რომ იყოს, აი ჩვენ წავაგეთ უბანი, მივიტანეთ, დაუდეთ ფაქტები მოსამართლეს და დავამტკიცეთ რომ გაყალბდა ის გამოიტანს განაჩენს რომ გაყალბდა, მაგრამ რამდენიც მივიტანეთ, არც ერთ უბანზე განაჩენი ჩვენთვის სასარგებლოდ არ დადგა, წარმოიდგინეთ. ესე იგი 3000 რაღაც დარღვევა მარტო ჩვენი კი არა, მე ზოგადად ვამბობ ოპოზიციაზე. 3000-ზე მეტი დარღვევა და არც ერთზე მოსამართლე არ თქვა, რომ კი ბატონო, აქ რაღაცა მაინც არის. შეიძლება მთლად ისე არა, მაგრამ რაღაცა მაინც, აი წარმოიდგინეთ, რამდენად მართულია სასამართლო სისტემა. თორე დაბალ დონეზე ვიღაცა მანქანა გაუტეხა ვიღაცას და მოსამართლემ გაასამართლა, გასაგებია რომ ასეთ დონეზე პრობლემა არის, მაგრამ პოლიტიკურ საკითხს რაც ეხება, მან მართულია და აი ყველგან არისო და აი გიორგის ველაპარაკებით ქვეყანაში და ზუსტად ესა თქვა, ხო? ფაქტობრივად ხელისუფლებამ ჩაატარა ადგილობრივი არჩევნები და ასეა სხვათა შორის ყველგან. ყველა დონეზე თითქმის წააგო და მოვიდნენ, ასე ვთქვათ, სხვა პოლიტიკური ძალები. ასე რომ იქ ზუსტად ასევე მოხდება მერე საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც, თორე მცდელობა არც უჩნდებათ პოლიტიკური კულტურის ნაწილია. ხო, იქ არ უჩნდება, რომ მე თან პოლიცია ატარებს. გიორგი შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს არჩევნებს. გარანტია. და იმას კაცო, ადგილობრივ არჩევნებს შესაძლოა არ ატარებს. პრეფექტურები ატარებენ, ანუ პრეფექტია პოლიციის უფროსი იტარებს არჩევნებს რა. ეს არის ყველაზე დემოკრატიული არჩევნები, სადაც არ შეგეპარება ეჭვი არაფერში რა. იმიტომ რომ რო გადახედა ვინ მოიგო, როგორ მოიგო და რა 14-მა პოლიტიკურმა ძალამ ემასხა რა ქვია. ისეთები ნახე გუშინ ეს რა ქვია, შედეგები რომ გამოგვეყდა ეგეთი პარტიები არც გამიგია. ხო, საინტერესო რაღაცა ხდება, ესე იგი, მაშინ საფრანგეთშიც და საერთოდ ევროპაშიც რაღაც ახალი პროცესებია დაწყებული. კი, გოჩა, იმიტომ რომ ახლა ჩვენ მაინც მიჩვეული ვიყავით ხოლმე 5-6 პოლიტიკური ძალა ემაშებოდა რა ქვია ბატონობდა ესე ვთქვათ პოლიტიკურ ველზე, ხო? ეხლა სოფლების და ემების ის რომ გადავხედეთ რაღაცა მწვანეთა გაერთიანება, რაღაცა ესა რა ქვია, ისეთი პარტიებია, რომლებიც არასოდეს არ მიდიან იმაში რა ქვია საპარლამენტო არჩევნებში ადგილობრივ დონეზე ახლა კომუნისტური პარტია ჟორჟ მარშალს მერე თუ არსებობდა საფრანგეთში არც გამიგია, ხო და რაღაცა სოფლები ნახე კომუნისტური პარტიის, საფრანგეთის კომუნისტური პარტიის რაღაც 2000 ეს როყავს, მაცხოვრებელი როყავს იმ სოფლებში აურჩევიან ვიღაცა მერები ხოლმე კომუნისტური პარტია. გამეცინა, ხო, ეხლა ერთი ფრანგი კომუნისტები განსხვავდებიან კომუნისტები და მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა კომუნისტი მე ამაში რა ქვია, საერთოდ არც გამიგია არც. რაღაცა ნორდის ჩtildeოეთის სოციალისტების გაერთიანება და ჯერ სოციალისტების გაერთიანება რა ვქნა, მე ისიც კიდე ჩtildeოეთის სოციალისტების გაერთიანება და 5 მერი იმასმა რა ქვია სოფლებში ნორპატკალეს სოფლებში 5 მერი გაიყვანა, ხო, წარმოუდგენელი ეს არის. ხო, ანუ რაღაც პროცესები იწყება ისეთი და სხვათა შორის ეს არის ევროპას თავისი ასე ვთქვათ რაღაც სიახლეები ექნება და ჩვენ ჩაკეტილი ვართ რაღაცა იმას, ჩვენთან ერთი პარტიაა მარტო და მე ერთი კიდე ყავს მოწინააღმდეგე. 68 პრემიერი უნდა გამოვიდეს და თქვას რომ ესა რა ქვია ჩვენთანო კაცო 64-ვე იმაში რა ქვია ჩვენ უნდა გავიმართოთ. ეს სამაყუა თან კაცო, ამათ ეს მიაჩნიათ რომ მაგარ რამეს აკეთებს. გიორგი 2 დღეა ვეძებ ტელევიზორში მაკრონს და ჩვენ პრემიერ-მინისტრს და ვერ ვიპოვე. განცხადება არ გაუკეთებიათ არჩევნებზე, არ ჭირდება. კი ბატონო, კეთილი. კარგი, გიორგი, მადლობა რომ გვერთვები. არა და მე კიდე ისტორიული რაღაც ფაქტების მოყვანა მინდოდა მაგალითად. ჩვენი მეფეები როგორ იქცეოდნენ და მაგრამ სამწუხაროდ უკვე აგერ ტექნიკური ჯგუფი გვეუბნება დროულად დატოვეთ სტუდია. სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა, ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიომსმენელებო, მე თქვენ გემშვიდობებით, ვემშვიდობები გიორგის. შევხვდებით ერთმანეთს მომავალ კვირას, ორშაბათს და
და ვიქნებით თქვენთან ერთად 2 საათის განმავლობაში. კარგად ბრძანდებოდეთ.